მინდა ერთი კარგი მაგალითი მოგიყვანოთ. აი ესეთი გამონათქვამია, რომ დროულად ნათქვამი სიტყვა გავს ოქროს ვაშლებს ვერცხლის ლანგარზე მორთმეულსო. ხო, მართლაც ისეთი ლამაზი სანახაობა იქნება, ხო? წარმოვიდგინოთ ნამდვილი ვაშლები, ნამდვილი ფიზიკურად რამხელაც არის ვაშლი, მაგხელა ოქროთი რო იყოს გაკეთებული ვაშლები, გაპრიალებული ეს ფორმა, როგორი ლამაზი სანახავი იქნება, ხო, ეს სუვენირის მსგავსია და წარმოვიდგინეთ ასევე ვერცხლისგან გაკეთებული ლანგარი, ანუ თეფში. ისიც კარგად გაბდღრიალებული, გაპრიალებული, მოჩუქურთმებული და ზედ წარმოვიდგინოთ რამოდენიმე ცალი, 1-4-5 ცალი ოქროს დიდი ვაშლები რო დავალაგოთ და რომ მივართვათ ადამიანს. რანაირი რეაქცია იქნება, რანაირი სიხარულს გამოიწვევს, ხო, ალბათ. ძალიან სასიამოვნო სუვენირი იქნება და სანახავი და თანაც ძვირფასი. აი ამას არის შედარებული დროულად ნათქვამი სიტყვა. ეხლა უფრო პრაქტიკულად რო შევხედოთ ამ საკითხს. თუ რაღაცაში ქმარს ან ცოლს არ ვეთანხმებით და ეს არ არის თვითონ თავისთავად პრობლემა, იმიტომ რომ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს, ხო, ყველანი განსხვავდებით, სხვადასხვანაირი მოსაზრებები გვაქვს, სხვადასხვა ოჯახებში გავიზარდეთ და ეს სხვაობა ყოველთვის იჩენს თავს. მაგრამ როდის ვეტყვით პასუხს